მარცხენა მხარეს არის დავით ქართველიშვილის პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ჩვენ რაღაცა სადღაც მივარდნას ვაპირებთ და აქეთ მხარეს მარჯვენა მხარეს არის ელისო კილაძის იდენტური მესიჯი. ხო, არა, დავით ქართველიშვილმა მივარდნა არ დაწერა, მაგასაც ცალკე მაგას გულისხმობდა, რომ ეგ საერთოდ ითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება რაზე უნდა მოახდინოთ. ჩვენს რაღაც დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელიც ამათი გათვლებით გამოიწვევს რაღაც ეთნო-რელიგიურ კონფლიქტს და ცხადია ეს ორივე ადამიანი ერთი ასე ვთქვათ უწყებიდან იმართება, ერთი და იგივე ორკესტრირებულ და სინქრონულ მესიჯ ბოქსიდან კითხულობს და იღებს ამ ასე ვთქვათ დავალებებს, რა უნდა თქვან, რა უნდა გააჟღერონ, რა მესიჯი, რა განწყობები შექმნან საზოგადოებაში, თუმცა მე ვფიქრობ ძალიან კონტრპროდუქტიულია მაგათ ახლა ვისჯერა ამ რაღაც ბოდვების, მით უმეტეს ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენი ეს პოლიტიკური საინფორმაციო სხვა სახის ქმედებები არის მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი მეთოდებით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა იმ საშიშროებას, მათ შორის ვაცნობიერებთ, რომ სხვანაირად არ შეიძლება საქართველოს მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ამიტომ უბრალოდ ჩვენ ერთადერთი მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რომ ხელისუფლება ეხლა შეეცდება აი ამ კარტის გათამაშებით, რაც ჩემი აზრით ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ქვეყნის რაღაცა კუთხით მდგრადობას ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ, თუნდაც ამ მესიჯების, ამ ტყუილების გაჟღერებით. აი, მინდა ორ ნაწილად გავყო, ნიშნულობ სხვა შინაარსი, რაღაც თვალსაზრისით ქონდა ამ ორ მესიჯს. ეს ორი მესიჯი არ იყო ერთადერთი, ანუ წყება მთელი ამ პოლიტიკური სახელმწიფოებრივი პროპაგანდის გამტარებლებისა იგივე მესიჯი აიტაცა და 2-3 დღის განმავლობაში ამას ატრიალებდნენ. უბრალოდ მინდა აი რა შინაარსთან გვაქვს საქმე, გავიგოთ ჯერ ერთი აი იგივე ელისო კილაძის პოსტი იყო, შემდეგი შინაარსი დადო მეჩეთის წინ მიგრანტების საჯარო ლოცვის კადრები, სადაც გზა არის გადაკეტილი და ამას დააწერა მზადდება დიდი პროვოკაცია ალტინფოს და კონსერვატორების მრევლი ემზადება ჯვრებით მიუვარდეს აბანთუმაში მეჩეთთან მლოცველ მუსლიმ მრევლს საქართველოს მთავრობა ყურადღებით. პირველ რიგში ჯერთ ეს არის სრული მტკნარი სიცრუე, არავის მსგავსი არანაირი გეგმა არ ქონია, არათუ აგრესიულად მიმესთან მივარდნის, არამედ საერთოდ რაიმე სალოცავთან, მეჩეთთან სადმე თუნდაც მშვიდობიანი პროტესტით არანაირი გეგმა არავინ არ აპირებს, არ გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას ხაზგასმულად მშვიდობიანი ფორმით ჩვენ ვაპროტესტებთ ამ პროცესს, ვაპროტესტებთ ჩვენ თავრობის მიმართ გვაქვს მოთხოვნები გაამკაცროს საიმიგრაციო პოლიტიკა და აკრძალოს არაბული ქალაქების შედებება და ეს შინაარსი ექნება. ამას რატო აქვს მნიშვნელობა? პირველ რიგში, რაც ჩვენი მხარდამჭერი ან პირდაპირი ან ირიბი თანამოაზრე შეიძლება შეშფოთდეს, წარმოიდგინოს, ახლა პროპაგანდას ავრცელებენ, ეს პროპაგანდა წლებია ჩვენი რაღაცა ჩვენ მიმართ დესტრუქციული ხატის შექმნას ემსახურება და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ხო მართლა იქ რაღაცა ისეთი ხომ არ დაიგეგმება, რაც შემაშფოთებელი იქნება ბევრისთვის, აქედან გამომდინარე ეს ეჭვები ამ სიცრუის ირგვლივ გავაქარწყლოთ, არავინ ხაზგასმულს გავს არაფერს არ გეგმავ და არ გეგმავს, არც დავაპირებთ, ამიტომ ეს არის ტყუილი, რომელიც სინამდვილეში სახელმწიფო პროპაგანდას აწყობს, არ ვიცი თუ ვინმე ამას ჩვენი სახელით არ ვიცი როგორ უნდა გააკეთოს, ჩვენი სახელით ჩვენ მაშინვე ამას თავის შეფასებას მივცემთ, მაგრამ თუ ვინმე ამას გააკეთებს, არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს ხელისუფლების ინტერესში, ან მის მიერ დაორგანიზებული იმისთვის, რომ ამ ფლანგს მოეწეროს და მერე დაზიანდეს ჯამში, ჯამში მთელი ეს მოძრაობა, იქ რაღაც აგრესიული მივარდნები და მსგავსი ცდილობებით, სხვა ჩვენი მხრიდან ეს გამორიცხულია ერთი და უნდა ვიცოდეთ, რომ
შეგნებულ მიზანმიმართულ ხალხის დაზაფრვისთვის მიზანმიმართულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე და მეორე. აი თვითონ ქართველიშვილის დავით ქართველიშვილის პოსტი. ეს არის პროპაგანდისტი ქართული ოცნების. ამ ადამიანის პოსტი ეძღვნებოდა ჩვენ მიერ გადაცემაში გაკეთებულ კომენტარებს, ჩვენ გავაკეთეთ გადაცემაში კომენტარები მეჩეთის წინ აი ამ სურათთან დაკავშირებით, აი ვიდეო დაიდო, ნახე, მსგავსი შედარებით ძელი ვიდეო იყო, მაგრამ მსგავსი სურათი იყო ამ ვიდეოზე, ხედავთ აქ სინამდვილეში ეს ძირითადად ესენი არიან პაკისტანელები და არაბები, გზა გადაკეტეს და ქუჩაში საჯარო ლოცვას აწყობდნენ. ხო და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავაკომენტარეთ ჩვენივე გადაცემაში, რომ ჩამოსული უცხოელები ქუჩას არ უნდა კეტავდნენ საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების მიზნით, ხარ სტუმრად და სტუმრად ჩასული იქ შენს წესრიგს არ უნდა ახვევდე ადგილობრივებს და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ეს თუ ეხლა ეს ხდება უკვე და მაგდენად არ ითვალისწინებენ აქ არსებულ წესრიგს, რომ ჩამოსულები ქუჩებს კეტავენ და ქუჩებში საჯარო ლოცვებს აწყობენ, როგორც ეს უკვე ტრადიციულ მიღებულ მოვლენად იქცა, ვიცი, დასავლეთ ევროპაში და მასშტაბები სულ უფრო მზარდია, იგივე სურათი ჩამოსულებისგან არ უნდა მივიღოთ აქ. აი ეს იყო ჩვენი შეფასება და ჩვენ ამ შეფასებაში გადაცემაში ვითხოვდით, რომ მთავრობამ, რომელიც ატარებს უკიდურესად ლიბერალურ ანტისახელმწიფოებრივ საიმიგრაციო პოლიტიკას, მთავრობამ ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს და შეცვალოს თავის პოლიტიკა. ამ ვიდეოზე დავით ქართველიშვილი, ხელისუფლების პროპაგანდისტი, წერს შემდეგი შინაარსის პოსტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის თბილისის მეჩეთიდან პარასკევის ჯუმა ლოცვიდან გამოსული 300 მორწმუნე მუსლიმი. კლიპის სპიკერია ერთი ქართველი პატრიოტი დარწმუნებული ვარ ეკლესიის მიღმა მცხოვრები ლოცვის მარხვის ზიარების გარეშე, რაზეც ის საუბრობს, არის პირდაპირი წინაპირობა ქვეყანაში ეთნიკური და კონფესიური შუღლის გაღვივებისა. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ჯარშიც ნამყოფი არაა, ის უბრალოდ შეაჯახებს ქართველებს თავისივე განსხვავებული სარწმუნოების თანამოქალაქეებთან და მერე წარმატებულად გაიქცევა ქვეყანა. საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი. თუ მე დავით ქართველიშვილი დავარღვევ მას და ქვეყნის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დავაყენებ, გთხოვთ გამოიყენოთ ჩემს წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები. ასევე გთხოვთ კანონის პარაგრაფებში იმოქმედოთ რასიზმის, ქსენოფობიის, ეთნიკური და კონფესიური მიუღებლობის ნებისმიერი გამოხატვის შემთხვევაში მსგავსი პატრიოტები საქართველოში მეორე ცხინვალს, მესამე სოხუმს უმზადებენ, ხვალე გვიანი იქნება გამიფრთხილები ხართ. ანუ ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, იქიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს რანაირ მომავალს გვიმზადებ. რანაირი მომავალი შენებას ცდილობს ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ მთავრობის პროპაგანდისტი წერს ამას. ანუ ჩამოსული მიგრანტები, არა აქაური მოქალაქეები, არამედ ჩამოსული მიგრანტები და იმ ვიდეოში, რომელიც ჩვენ გავავრცელებთ, პირდაპირ არაბულად იყო ლაპარაკი და ვიდეოზე ჩანდა. ჩამწერიც ვიდეოზე არაბულად მეტყველებდა და ვიდეოზე ჩანდა, რომ იქ იყვნენ პაკისტანელები და არაბები, ის არ იყვნენ ადგილობრივი მუსლიმები, ის არ იყვნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელები ან ქართველი მუსლიმები, ძირითადად ეგ გარეთ ვინც ლოცულობდნენ და ვინც ეგ არ იყვნენ მეჩეთიდან გამოსულები კი არ იყვნენ. მეჩეთის წინ აგერ როგორც ფოტოებზე ხედავთ, მეჩეთის წინ აწყობდნენ საჯარო ლოცვას და ამაზე გქონდა ჩვენ კომენტარი. მეჩეთის წინ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად ვაჩვენოთ ფოტო. მეჩეთის წინ აწყობდნენ, კი გამოვიდნენ როგორც ქართველიშვილი წერს, არამედ იქ აწყობდნენ. და ამაზე როცა ქართველიშვილი წერს, რომ უნდა მოხდეს უმკაცრესი ფორმით დასჯა ყველას, ვინც კრიტიკულად აფასებს იმას, რომ უცხოელები რო ჩამოდიან, ბევრნი არ უნდა შემოუშვათ და ასეთი წესრიგი არ უნდა დაუშვათ, რომ ჩამოსულებმა, არა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებზეც რა თქმა უნდა განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, რომლებთანაც ხო ცხადია. არამედ ჩამოსულებმა არ უნდა დაამყარონ თავისი ისეთი წესრიგი, რომ აღარ ითვალისწინებენ ადგილობრივების დადგენილ ქცევის ნორმებს და მიღებულ ნორმებს, ხო? ამ პოზიციის გაჟღერების დაპატიმრებას ითხოვენ. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე. საინტერესოა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ანტიდისკრიმინაციული კანონით სრული სიმკაცრი დაამოქმედეთ და დასაჯეთო. ხალხო, ეგ რას ნიშნავს? ვისთან გვაქვს საქმე? ვისთან გვაქვს საქმე და რანაირ მომავალს ცდილობენ აგვიშენოთ?
ჩვენ რო ვიძახდით რომ 7 მილიარდი რო ჩაიდება არაბების პოლიტიკურ დღის წესრიგზე აისახებაო, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ის 7 მილიარდის ნაკადი რო დაიძრება უკვე. აქ შენებლობები რო დაიწყება, აქ არაბების რიცხვი რო გაიზრდება, აქ პაკისტანელების და ბანგლადეშელების რიცხვი რო გაიზრდება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს მხოლოდ ლაპარაკი კი არ იქნება. ეს არის საფუძვლის შემზადება. თქვენ ნებისმიერ თქვენგანი, როცა შეშფოთებას გამოხატავთ იმაზე რომ ქუჩები უკვე შეიცვალა ქუჩაში დღის წესრიგი და ეს ჯერ დასაწყისი იქნება, კაცო, ეს ჩვენ რამე იმას ხო არ ყვებით, რაც სავარაუდო მომავალი, ეს მომავალი უკვე შედგა დასავლეთ ევროპაში, დაიწყო ასე და მერე რომ უბნებია, სადაც უბრალოდ ადგილობრივები არ თუ ვეღარ შედიან, ტერაქტები ეწყობა და შევიწროება ეწყობა და ცემა ტყეპა და დაჭრები და კრიმინოგენული ვითარება და ასე შემდეგ. ეს პრინციპები რომ დააპატიმრეთ ადამიანები იმის გამო რომ უბრალოდ შეშფოთდნენ ქუჩას რატო გვიკეტავს ჩამოსული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამნაირ სახელმწიფოს გვიპირებენ აგვიშენ. თვალსა და ხელშუა გადაასხვაფერებენ რეალობას. ეხლა თუ პროპაგანდისტი წეს, პროპაგანდისტი რატო წეს? პროპაგანდისტი წეს იმიტომ რომ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ეს ხორცშესხმული იყოს და მოქმედებაში მოიყვანონ ის რაღაც საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ჩადებული აქვთ ჩვეულებრივ ნაღმად ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით კანონმდებლობაში და აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ თვალსა და ხელშუა წაგვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, თვალსა და ხელშუა ჩვენ უფლებას რომ ვილაპარაკოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესახებ. თვალსა და ხელშუა თან დაგვაბრალებენ მართლა, როგორ ბრალდებებს, იცით, რომელსაც არათუ ადგილი არ აქვს, კაცო. არათუ ადგილობრივ მუსლიმებს არავინ არ უტევს ჩვენგან, ჩვენთან ერთად იდგენ აქციაზე ადგილობრივი მუსლიმები. აჭარიდან ჩამოსულებიც იყვნენ და ვინც ვერ ჩამოვიდა იქიდან შემოგვითვალეს რომ თქვენ გვერდში ვდგავართ ჩადით კითხეთ აბა ჩვეულებრივი როგორც ყველა ისეთი პატრიოტები ჯერ ამხელა შეურაცხყოფაა რომ ანუ თქვენ რას იძახით რომ აქაურ მუსლიმებს არაბების ჩამოსახლება ენდომებათ აქ და არაბიზაცია ენდომებათ ზუსტად იგივე პოზიცია ექნებათ ჩვენ თანამოქალაქე ჩვეულებრივ პატრიოტები იქნებიან და ამათ რო კითხო ანუ რა გამოდის რომ იმ ხალხს ის უნდა არაბიზაცია უნდა ის ხალხიც ჩვენაირად შეშფოთებულია ჩვენაირად აორგანიზებდნენ აქ ჩამოსვლას ჩვენაირად ჩვენ გვერდზე იდგენ ვინც ვერ ჩამოვიდა ბევრი სხვა რაიონებიდანაც როგორც ვერ ჩამოვიდა ისე აჭარიდან ბევრი მუსლიმი ვერ ჩამოვიდა ვერ შეძლო აქ დიდ დისტანციაზე წამოსვლა მაგრამ შემოგვითვალეს სოლიდარობა და გარწმუნებით რომ ჩადით და კითხეთ აბა ვის უყარია ეს პროცესი როგორი სურათი გამოდის იცი ქართული ოცნება ერთი ხელით ეთნიკურ პრობლემებს ქმნის ქვეყანაში პირდაპირ საქართველოში დემოგრაფიული ეთნიკური პრობლემები იქმნება ამათი პოლიტიკიდან გამომდინარე და მეორე ხელით ლაპარაკობს რომ ეთნიკურ შუღლი ღვივდება ხალხო და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა. ეგ არის მართლაც ამათი სახე თავისივე შექმნილი პრობლემა ზერო ადამიანები აკრიტიკებენ ამათ აკრიტიკებენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცი, ეხლა ქართული ოცნება რას ცდილობს ეგ ხო გასაგებია თითქოს ყურადღება სხვაგან გადაიტაროს თავისგან. მაგრამ ეგ არავის არ უნდა შეეშალოს, კაცო, ხალხის გაბრაზდება პირველ რიგში არის ქართულ ოცნებაზე, კაცო. აქ ვინმე იარაღი კი არ დაადო ამათ და ძალით კი არ შემოაყვანინა და ეს დემოგრაფიული პრობლემები ისე კი არ ხდება, რომ ვიღაცამ იარაღი დაადო და ეხლა შემოგვიშვით და ქალაქები აგვაშენებინეთო. ასე კი არ ხდება. არა თავის ნებით ეს ქართული ოცნების კეთილი ნებით ხდება ეს, არავინ არ აძალებს მათ ამას. არავის დაძალებით ეს არ ხდება. ხო და შესაბამისად, ხო, მოსახლეობის გაბრაზებაც ქართულ ოცნებასთან არის მიმართული თავისთავად ცხადია. თავისთავად ცხადია, ვინც ზოგადად საქართველოში მავნებლურ პოლიტიკით ქმნის ეთნიკურ, რელიგიურ, დემოგრაფიულ პრობლემებს მოსახლეობის პრეტენზია მიმართული არის მაგ ხალხის მიმართ. მაგას ვინ აკეთებს? აკეთებს ქართული ოცნება და ქართული ოცნების პროპაგანდისტული საშუალებები, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს. ამიტომ საერთოდ რა არის, იცით? ის ხალხი, ვინც ჩამოდიან, იმ ხალხს თუ არ შემოუშვენ, არ ჩამოვიდნენ.
რამე პრეტენზიით კი არ გამოვლენ და იმას ამათ შემოყავთ ის ხალხი. მაგრამ რამე ის კი არ ხდება. აი რაღაც ისეთი საერთოდ მიჩვეულია აი ეს ქართული ოცნება მასეთი სურათების დახატვას. თითქოს ყველა გარედან რაღაცას აძალებს. კი, თან სხვა გზა არ აქვს. ხო, სხვა გზა არა აქვს ვითომ. კი, სხვა გზა არ აქვს საქართველოს უნდა ავიტანოთ ორი არაბული ქალაქი. არაფერი აქ გზა ამის მეტი გზების მეტი რა არის? ამისგან განსხვავებით. აქ სინამდვილეში ხდება ასეთი რაღაც ქართული ოცნებას უნდა მარტივი ფულის შოვნა. საერთოდ თავს არ იწუხებს გრძელვადიან ქვეყნის ინტერესებზე ფიქრით. არ იწუხებს, იმიტომ რომ არ აღელვებს. შესაბამისად, მარტივად ფული როგორ იშოვოს მაგაზე მიმართული თავისი ნებით გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ რაღაცა სისულელე სცენარების გამოგონებას ეხლა ხო გასაგებია რომ ეგ სცენარები რომელსაც ესენი იგონებენ ეგ ეხლა თვითონ ამათ რომ გააკეთონ და გაითამაშონ ეგ ხო გასაგებია რომ შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ ვინც ამ ყველაფერს უპირისპირდებით საერთოდ ლოგიკაშიც არ ჯდება ეგ რაშია საჭირო ეგ წინააღმდეგობის გაწევის პროცესში წინააღმდეგობის ამ ქვეყანაში საქმეს პოლიტიკა არის შესაძლებელი თან კონკრეტულად ვიძახით გამოსავალი რა არის რაღაც აბდაუბდა პოზიციას კი არ ვაფიქსირებთ რომელიც უბრალოდ რაღაცა არ მოგწონს და გამოუვალი მდგომარეობა შეუძლებელია მანდან გამოსავალი და უბრალოდ არ მომწონს და ვაპროტესტებთ ასე კი არ ვაყენებთ საკითხს ძალიან კონკრეტულ მარტივად გადასაჭრელი ამოცანა და გადაჭრის გზასაც ვიძახით გადაჭრის გზა რა არის ისეთ მეგობრებო გადაჭრის გზა არის ბინადრობის უფლების გაცემა უნდა შეწყდეს, ეგ უნდა გაუქმდეს. აქ რო სინამდვილეში უვიზო რეჟიმი როა დაწესებული მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებიც სინამდვილეში იაფმუშახელად აყოთ შემოყვან შემოსაყვანად არის ეგ დაწესებული, ხო? ეგეც უნდა გაუქმდეს. ანუ რამე გამოუვალდა ძნელად გასაგებ გამოსავალზე კი არ ვლაპარაკობ. სინამდვილეში კონკრეტული გამოსავალი გვაქვს დასახელებული, რომელიც თავიდან ბოლომდე გადაჭრის ამ პრობლემას. არც ეთნიკური პრობლემა არ იქნება, არც რელიგიური, არც საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნება. არავის წინააღმდეგ არავინ არ არის, ეს პრობლემაა მოსაგვარებელი, მეგობრებო. ეგ აქ არის თვითონ ხელისუფლება. ამ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და ქართული ოცნება რო გამოვიდეს და ეს პოლიტიკა რო შეცვალოს მორჩება პრობლემა გადაიჭრება. ამიტომ სხვა თემებზე გადატანა თითქოს რაღაცა გამოდის ეს ხალხი იქავა აპირებს მივარდას ეგ შეიძლება ქართული ოცნება აპირებს სადღაც როგორც ჩვევიათ მაგრამ მარტივად გასაგებ გამოსავალზე ვლაპარაკობთ და მანდიდან ყურადღების გადატანას ვერ შეძლებს ქართული ოცნების პროპაგანდა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ პრობლემის შინაარსი, ამ პრობლემის გამოსავალი რაში მდგომარეობს ეგეც კარგად გვესმის და მანდეთ წავალთ. სხვაგან არსად წასვლას არ ვაპირებ. გამოსავლისკენ წავიყვანთ ამ პროცესს აუცილებლად.